ღმერთმა დაგლოცოთ, მე ესე ვფიქრობ, რომ ვინც პირველ შეწირულის ლიტურგიას ესწრება, ძალიან ბევრ რამეს იღებს ღვთისაგან, განსაკუთრებულია ეს მსახურება, სიმშვიდის მომნიჭებელი, სინანულის ბოძებელი, განსაკუთრებული მადლი ახლავს. და შემთხვევითი არ არის, რომ სათავეში ისეთი დიდი მამა უდგას ამ ლიტურგიას, როგორც წმინდა გრიგოლ დიოლოგოსია. წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი დასავლეთ ეკლესიის წარმომადგენელია, როცა რა თქმა უნდა ერთიანი იყო ეკლესია და მას განსაკუთრებული ნაშრომი აქვს, ეს არის სამოძღვრებო ღვთისმეტყველების შესახებ ნაშრომი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი უნდა იყოს მოძღვარი, ღვთისმსახური როგორი უნდა იყოს, რომ ის კარგი მოძღვარი გახდეს და შესაბამისად აქედან გამომდინარე მისი ხედვა ძალიან სიღრმისეულია სწორედ სამოძღვრებო საკითხებში და შესაბამისად ასევე ეს მსახურებაც რაღაც განსაკუთრებულად აღწევს ადამიანის სულამდე, თუ რა თქმა უნდა ჩვენ ვეცდებით, რომ სიღრმისეულად ვიყოთ თანამონაწილე ამ მსახურების. რაც შეეხება წანდილის კურთხევას, ამას თავისი ისტორიული წანამძღვრები გააჩნია, როდესაც იულიანე განდგომილის დროს მან იმისათვის, რომ ეს უკვე ბიზანტია მართლმადიდებლური, მაგრამ ჯერ აი ახლად გახრისტიანებული, მოდის ხელისუფლებაში ეს ადამიანი, რომელსაც წარმართობის აღორძინება სურს და სურს, რომ ესე იგი მორწმუნეებს რაღაცნაირად თელ ესე იგი სადაც სანოვაგე იყიდებოდა წარმართული წესით შეწირული მსხვერპლის სისხლი აპყურეს, რომ ამით რაღაცნაირად თანაზიარი გამختარიყვნენ ქრისტიანები ამ წარმართული რიტუალისა და შემდეგ გამოცხადებით ემცნობათ, რომ თუ რა უნდა გააკეთონ და სწორედ ანუ წანდილს აკურთხებდნენ და ის დღე თქვათ მოხარშული წანდილს იხმევდნენ და წმინდა თეოდორე ტირონს უკავშირდება ეს გამოცხადებით მიღებული ცოდნა ამის შესახებ, თუ რა მოხდა და რა უნდა გააკეთებინათ სანაცვლოდ და უკვე მრავალი საუკუნეა სწორედ ეკლესია თქვათ აი იმ დღის მოსახსენებლად სწორედ აი ამ მსახურებას აღავლენს და აკურთხებს წანდილს, რომ გავიხსენოთ მაშინ რა მოხდა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ არაფერი ისე არ ხდება თქვათ ეკლესიაში, მხოლოდ გახსენებისათვის არ ხდება. აქაც სახეზეა ანტიქრისტიანული სულის ხელისუფლება და ეკლესია, რომ როგორც ყოველთვის მაშინაც, ეხლაც და ყოველთვის არის დაპირისპირებაში, რომელიც საბოლოო ჯამში დასრულდება ანტიქრისტეს გამეფებით. ანუ ის სული, რომელიც ებრძვის ქრისტეს დაწყებული კაენიდან, მოდი ესე ვთქვათ, დაწყებული კაენიდან იქიდან მოყოლებული. და რა თქმა უნდა, მთელი სისავსით ეს გამოვლინდა, როცა უფალი მოვიდა ადამიანად მის ჯვარცმაში. და ასევე რა თქმა უნდა, იგი მთელი სისავსით ასევე ვლინდება ეკლესიასთან ბრძოლაში, ის დღესაც არსებობს და საბოლოო ჯამში ეს სული კონცენტრირებას მოახდენს ერთ ადამიანში. და ამ ადამიანს მთელ ძალაუფლებას გადააბარებს სატანა. ანუ ის სატანა, ის დაცემული ქერუბიმი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში დაწყებული ევას ცდუნებიდან, მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ცდილობს, რომ როგორმე ადამიანსა და ღმერთშუა ჩადგეს და რომელიმე ადამიანმა ღმერთი დაკარგოს და ცდილობს, რომ მისი მომხრეები გაიჩინოს და უმრავლესი ყავს მისი ძალიან ბევრი ყავს, ვიცით, როგორც წმინდა წერილში არის სიტყვები ძენი, ოხრისანი უფრო მეტნი არიან და საბოლოო ჯამში თელ თავის ძალაუფლებას, როგორც გითხარით, გადააბარებს ერთ კაცს. და ეკლესია მას უკვე დიდი ხანია ანტიქრისტეს უწოდებს. ანტიქრისტეს სული, როგორც გითხარით, დაწყებული იქიდან, კაენიდან მოყოლებული სულ ყოველთვის არის, მაგრამ საბოლოო ჯამში კონცენტრირებულ სახეს ერთ ადამიანში მიიღებს, ამგვარ სახეს მიიღებს და ჩვენ შესაძლებელია იმ პერიოდში ვცხოვრობთ და შესაძლებელია არ ვცხოვრობთ იმ პერიოდში. მაგრამ მაგას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ რადგან ეს სული ყოველთვის მოქმედებს, თითოეულად ჩვენთანგანს ყოველთვის აქვს არჩევანი, ყოველთვის ვდგავართ არჩევანის წინაშე. და არასოდეს არ იქნება ისეთი დრო. აი, ცხებული მეფე რო ყვავდეს
დავით აღმაშენებელი რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, მსგავსი პიროვნება გულისხმობ, მაინც იქნება ამას უფლის სულის, ანტიქრისტეს სულის ბრძოლა ეკლესიისადმი და რა თქმა უნდა ზოგადად ეკლესიისადმი ბრძოლას ნიშნავს, რომ ის ებრძვის თითოეულ ჩვენთაგანს. ამიტომ თითოეულ ჩვენთაგანს ყოველთვის მოუწევს არჩევანის გაკეთება. და არჩევანი რო გაკეთდეს, ჭირდება ადამიანს ორი რამ. ეს არის სიღრმისეული აზროვნება, ანალიტიკური აზროვნება, სიღრმისეული, როგორც პატრიარქი ხშირად ამბობს, ჩვენ შვილებს ვასწავლოთ ღრმა აზროვნება. რამდენი ხანი თხოვს ხელისუფლებას. კაი თქვენს, კაი გამგონი უნდა, ვიგებენ კი პატრიარქი რას ითხოვს. და მეორე, მარტო ღრმა აზროვნება არ შეუძლეს. და მეორე, წმინდა, უბიწო ქრისტიანული ცხოვრება. როცა ადამიანის გული იწმინდება იმგვარად, რომ შესაძლებლობა ეძლევა ღმერთ ჩვენში შემოვიდეს. სწორედ ღრმა აზროვნების საშუალებით. და უმთავრესი კიდე მაინც ეს არის, რომ წმინდა ცხოვრების საშუალებით მკვიდრდება რა შენში ღვთის სული, სწორედ იმ ღვთის სულის საშუალებით და მის მიერ შენ გაქვს უნარი დაინახო მოვლენა მის სიღრმეში, არა ფასადურად, არამედ მის სიღრმეში, რასთანა გვაქვს საქმე. ქრისტეს სულთანა გვაქვს საქმე თუ ანტიქრისტეს სულთანა გვაქვს საქმე. ეს ეხება ყველაფერს და მათ შორის პოლიტიკურ მოვლენებს, ჩვენ სამშობლოში თუ ჩვენი სამშობლოს გარეთ. ყველაფერი შეაფასეთ როგორც ქრისტე. შეაფასებთ ყველა ნებისმიერ მოვლენას, ვაფასებთ ადამიანური სიმართლით. და უამრავი ადამიანურ სიმართლეს უამრავი რამ ახლავს, კარგის და ცუდით. შეაფასეთ ქრისტეს სულით. მხოლოდ ასე და ამგვარად. და მაშინ არ შეცდებით. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს შეუძლებელია თუ ეს სული შენში არ არის. და თუ შენ აზროვნება დაჩლუნგებული გაქვს, რა აჩლუნგებს აზროვნებას? აი მაგალითად, ყვითელი პრესა, ტელესერიალები. იცით როგორ აჩლუნგებს მდარე ხარისხის მუსიკა. თათო მდარე ხარისხის ხელოვნება ნებისმიერ. წიგნი იქნება ეს, პოეზია იქნება, მუსიკა იქნება ეს, ფილმი იქნება თუ მხატვრობა იქნება, ყველაფერი. მდარე ხარისხის ურთიერთობები, ჭორაობა, უაზრო გართობა, არაწმინდა ცხოვრება. მუცელღორობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ადამიანის აზროვნებას აჩლუნგებს და ართმევს უნავს ღრმა დიაზროვნოს. ემატება ის რაც გითხარით, არასწორი ცხოვრება და შედეგად გვაქვს ის რაც გვაქვს. ამიტომ ღმერთმა მოგცეს წმინდა თეოდორეს ლოცვა კურთხევით ერთიცა და მეორეც. მაგრამ ეს მადლი გამოთხოვნა რომ კურთხევა მივიღოთ. არ მოქმედებს ჩვენზე ძალადობით, ჩვენ თუ შესაბამისი ნაბიჯები არ გადავდგეთ. ჩვენ თუ კურთხევა ითხოვეთ და მე სერიალებს ჩაუჯექი და ცოდვას მიეძალე, შედეგად არაფერსაც ვერ მივიღებთ თავისთავად ცხადი. და ესეთი საზოგადოება, რომელსაც არ აქვს უნარი აზროვნებისა და არ აქვს უნარი მოვლენებში ღრმა თუ წვდომისა და არ აქვს უნარი წმინდა ცხოვრებისა, წმინდა ცხოვრებასაც უნარი ჭირდება. საქართველოს გარწმინდება კი არა. ისე სიხარულით მივიღებთ ანტიქრისტეს, რომ ვერც კი მივხვდებით, რომ უკვე ურჩხულის ხახაში ვართ. დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა თითქმის ესეთია. თითქმის ვამბობ, იმიტომ რომ ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას თქვა, რომ სულ ესეთები ვართ. თითქმის ესეთ, ნამდვილად ესეთები ვართ უпроსორებ. იმიტომ რომ მე ხო არ ვიცი, ესე მეჩვენება, რომ თითქმის ესეთნი ვართ. ვერ მივხვდებით, ვერ ვიცნობთ ანტიქრისტეს. მაგრამ რომ იცნო ანტიქრისტე, მანამდე ქრისტეს სრობა უნდა შეგეძლოს. ღმერთი შეგვეწიოს.